გამარჯობა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ EON UE-ზე, UE 10 Extreme ვერსიაზე. როგორც იცით, 3D პროგრამებს გააჩნიათ თავისი viewport-ები. UE-ს თავისი viewport-ები გააჩნია, ეს არის top view, side view, front view და main camera, ანუ პერსპექტივა, ეს არის 3D viewport-ი. რა არის ზოგადად UE? რა შეიძლება ის გამოვიყენოთ და რა შესაძლებლობები გააჩნია ამ პროგრამას. UE შეიძლება გამოვიყენოთ ზოგადად სამგანზომილებიანი გარემოს შესაქმნელად მიწის, ხეების, წყლის, ქვების, ბალახის და მსგავსი ობიექტების შესაქმნელად. ამავდროულად მას გააჩნია თავისი რენდერების სისტემა, ეს არის მისი რენდერების სისტემა. იმისთვის რომ მისი დარედაქტირება მოვახდინოთ, აი ამ ფოტოაპარატის ფორმის ღილაკს უნდა დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკი და ჩვენ შეგვიძლია მისი quality, მისი სხვადასხვა ეფექტები ვიმართოთ აი ამ პანელიდან. მე ამ ჯერჯერობით არანაირი ობიექტი არ მაქვს, ამიტომ მე დარენდერებას არ ვაპირებ არაფრის. ამიტომ და გადავალ preview rendering ფანჯარაზე. აი აქ როგორც ხედავთ, ჩემი მაუსის კურსორი ახლა მიუთითებს აი ამ ზუსტად preview rendering სისტემაზე. რომელიც კამერის აი ეს view perspective view port-ში მოძრაობისას ავტომატურად რედაქტირდება კამერის პოზიციის მიხედვით. როგორ შეიძლება ახლა UE-ში შემოვიტანოთ რამე ობიექტი, ვთქვათ ტერეინი. UE-ს გააჩნია ორი ტერეინის სისტემა. ერთი არის low quality terrain სისტემა და მეორე არის high quality terrain სისტემა. ეს დამოკიდებულია თქვენი მიერ დასახული მიზნიდან გამომდინარე და ასევე დამოკიდებულია თქვენი კომპიუტერის შესაძლებლობებზე. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი პოლიგონია ჩვენს ტერეინში, მით უფრო მეტი ადგილი მიაქვს თქვენს კომპიუტერზე. ამ შემთხვევაში მე შევქმნი fasts. ეს იქნება ჩვენი ტერეინი, რომელსაც ამ შემთხვევაში არანაირი ტექსტურა არ ადევს. მე გავადიდებ ამ viewport-ი დიდდება აი ამ ზედა პანელზე ორჯერ დაწკაპუნებით. და შევხედავ შორიდან როგორ გამოიყურება ჩვენი მიწა. როგორც ხედავთ, ონლაინ რეჟიმში რედაქტირდება preview render ფანჯარა და ჩვენ ხედავთ ჩვენს ტერეინს. როგორ შეიძლება ახლა ამ ტერეინის რედაქტირება EON UE-ში? თვითონ ტერეინზე viewport-ში აწკაპუნებთ ორჯერ, აკლიკებთ და ხედავთ, რომ თქვენი მიწა მოცემულია აი ამ ფორმაში. ეხლა რას ნიშნავს სხვადასხვა ფერები აი ამ ტერეინზე? ყველაზე დაბალი ეს არის სიმაღლეების ალტიტუდის მიხედვით ფერების განლაგება. ანუ რაც უფრო დაბლა სიმაღლის მიხედვით ტერეინის ნაწილი, მით უფრო მწვანეა ის. შემდგომ როგორც იზრდება, აი მაგალითად ამოვწიოთ აი აქ თუ ეს შემდგომში გავმარტავ, როგორც კი ზემოთ იწევა, ის იცვლის ფერს, წითლდება ნელ-ნელა, აი პიკი ზემოთ ადის, აი როგორც ნამდვილ მეფებშია, რუქებში არის, ყველაზე მაღალი წერტილები წითლადაა აღნიშნული აქაც. ეხლა რა იარაღები გვაქვს ჩვენ ტერეინის დასარედაქტირებლად? აქ არის 3D sculpt tool-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ გსურთ რაიმე ტერეინის რაიმე ნაწილის ამოწევა, ის ამოიწევა სამგანზომილებიანად. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ ამოწევთ, ის იწევა ყველა მიმართულებით, მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ. ქვემოთ რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ზემოთ წევთ მთლიანად ტერეინს. ასევე მას გააჩნია ამოწევის ორგანზომილებიანი სისტემა, ასე ვთქვათ. რა განსხვავება მათ შორის? როდესაც ტერეინს წევთ, ის ვერტიკალურად ზემოთ იწევა და შესაბამისად ამოდის ტერეინიდან. აი როგორც აქ. აი სამგანზომილებიანში კი ყველა შესაბამისი აი ნაოჭიც კი იზრდება
ჩვენს მიწაზე. კიდევ მას გააჩნია აქ აი ეს paint method tool-ი, რომელსაც ხშირად არ ვიყენებ ხოლმე. ახლა დავუვაროთ თითოეულ tool-ს და ნახოთ რა შესაძლებლობები გააჩნია. აი ეს იარაღი ასეთნაირად, ეს tool-ი ესეთნაირად წელავს ჩვენს პოლიგონურ სისტემას. ეს არის flat tool-ი, რომელიც აი ეს დეფორმაციებს აძლევს. რეალისტური მიწის საკეთებლად არ მგონია ეს იარაღი ხშირად გამოიყენოთ. თუმცა შემდგომი იარაღი, რომელიც არის altitude, გვაძლევს საშუალებას ეს ზედმეტი რაღაც ამობურცვები ჩავწყოთ. აი ეს. თქვათ. გავანადგუროთ ეს რაღაც პიკები, ჩავწიოთ ბოლომდე. ერორი ამომიგდა მე მგონი. და მსგავს რაღაც გავაკეთოთ. მე ხა დავარესეტებ აი ამ ჩვენს ტერენს, იმიტომ რომ ძალიან დამახინჯდა და მასთან მუშაობა ჭირს. დარესეტება ხდება აი ამ დაგვარად. და ის დაუბრუნდება, ასე ვთქვათ, საწყის პოზიციას, საიდანაც შეიძლება შემდგომ ის რედაქტირება. ასევე აქ არის Platon's tool-ი, რომელიც ქმნის ბრტყელ ზედაპირებს. ანუ იღებს უმცირეს კოორდინატს სიმაღლის მიხედვით და უდიდეს კოორდინატს და მათ შორის საშუალოზე აბრტყელებს აი ამ თქვათ მიწის ზედაპირს. აი ეს. ეს Finch tool-ია სმუდავს, ესე ვთქვათ, ერთ ცენტრისკენ წევს ტერენის აი ამ იარაღის რადიუსში მოქმედ წერტილებს. და ხედავთ აი ესეთ რაღაც უფრო მიღებულობთ. შემდეგ არის აი ეს inflamed tool-ი, რომელიც აი როგორ ვთქვათ, აი რაღაცნაირად წევს, რა ეს ბუშტუკებით გადააქცევს ჩვენს მიწას. ესეთი ფორმის თა მე ბუნებაში არ შემხედრია, მაგრამ ალბათ შეიძლება რაღაცაში გამოიყენო. შემდგომ tool-ია, ეს tool-ი ძალიან მნიშვნელოვანი tool-ია. ეს რა შვება, დავარესტოთ ისევ. ეს tool-ი შვება იმას, რომ ჩვენი ტერეინის პიკებს, აი წვეროებს ასმუდებს, ანუ არბილებს. და ხდება უფრო ასე ვთქვათ გაჩახრხული ქვასავით, ასე ვთქვათ, რაღაც აბრტყელებს ნაწილობრივ და ნაწილობრივ არბილებს ადგილ-ადგილ მიწას. ეს არის tool-ი არის ქვების ამოსაბურცვად, აი ხედავთ. ტერეინიზევე შეგიძლიათ ქვები ამობურცოთ, შემდგომ ტექსტურა დაადოთ და შესაბამისად მიიღოთ რაც თქვენ გსურთ. ასევე ამ tool-ებს გააჩნიათ რედაქტირების საშუალება. პირველ რიგში რადიუსი მოქმედების აი ამ იარაღების, მეორე არის flow, ანუ სიმძლავრე და following-ი, აი ხედავთ აი ამ თვისებების შეცვლის შემდგომ როგორ შეიცვალა იარაღის თვისება, ის უფრო ძლიერი გახდა. თითოეულ აი ამ იარაღს გააჩნია თავისი რედაქტირების პატარა ღილაკები და რედაქტირების საშუალებები. ასევე აქ ჩვენ აი ამ ფანჯარაში მოცემულია სხვადასხვა იარაღები, რომელთაც შესახებაც მოგიყვებით ახლა. ეს არის და ესე ვთქვათ, გამზადებული ტერეინების სისტემა, ანუ შეიძლება ესეთი გავაკეთოთ. რაღაც სხვანაირი ფორმის მთა მივიღოთ. თითოეულ ღილაკზე დაჭერისას სხვადასხვა ფორმის მთა ჩდება. აი ეს რაღაც კანიონების საკეთებლად არის ხოლმე კარგი. ეს პიკების უფრო აწეული პიკები, ანუ ეს კლდოვანი თების საკეთებლად არის მშვენიერი ღილაკი. აი ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული დიუნების, ანუ ქვიშის მთების საკეთებლად. ტალღოვანი გამოდის. ეს მთლიანად
მოჭრის, ეს იარაღი გამოიყენება აი თითქოს თის წვერს ჩეხავს იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც თქვენ გჭირდებათ. ასევე ჩვენ გვაქვს აქ მოცემული რამდენიმე იარაღი, დავარესეტებ ისე ამას. დავარესეტოთ. მოხსნათ. თქვენ ეხლა შემჩნევთ, რომ როდესაც მე ეს ღილაკი გამურთე, მაშინ ტერენმა მიიღო ესეთი ფორმა, ანუ ის კუნძული აღარ არის და მთელი სიგრძე სიგანეზე მან მიიღო ის ფორმა, რაც მივეცით, ვთქვათ აი ამ ღილაკით. ამოწეული პიკები და ასე შემდეგ. ჯერჯერობით ეს დავტოვოთ. აქ კიდე არის მოცემული რამდენიმე იარაღი, ეს არის სიმაღლის განსასაზღვრავი ზოგი ეხლა დარედაქტირდება ჩვენი ტერეინი, ეს არის ესე იგი სმუდირება, სწრაფი დაასმოდა ჩვენი ტერეინი. კიდევ არის აქ ტერეინის ამოყირავება, მიახლოვება, ანუ ერთ ისე თქვით შეგიძლიათ აქ იმოძრავოთ როგორც თქვენ გსურთ. ეს იარაღები დაგეხმარებათ, აქვე შეგიძლიათ აი ამ ტერეინზე დასვათ სცენარები და გააკეთოთ ტექსტურიზაცია. მაგრამ მე სხვანაირ მეთოდს შემოგთავაზებთ, ჯერ ტერეინი გავამზადოთ და შემდგომ დავასვათ ტექსტურა და შემდგომ მასზე ობიექტები დავსვათ. შევქმნათ რაიმე ტერეინი, ისე არ გვინდა. უფრო შევამციროთ, ეს 10-ზე იყოს. შემდგომ უცნაური იყოს ესეთი უცნაური შენთა. დავაკლიკოთ OK და ჩვენი მიწა დარედაქტირებულია. ეხლა მე შემოვიტან აქ წყალს. წყლის შემოტანის პროცედურა ძალიან მარტივია. აი აქ როგორც ხედავთ, ღილაკი water, აწყაბებთ აი ამ ღილაკს და იქნება წყალი. რომელიც ცოტათი უნდა ამოვწიოთ იმისთვის, რომ სიღრმე შეიქმნას. და როგორც ხედავთ, ჩვენი ტერეინი მოთავსებულია წყალში და გვაქვს რაღაც უცნაური მთა. ეხლა როგორ შეიძლება ჩვენს მთას დავადოთ ტექსტურა. როგორც ხედავთ, აი ამ preview rendering ფანჯარის ქვემოთ არის მოცემული ცხრილი. სადაც ჩამოთვლილია ჩვენი ყველა ობიექტი, რაც გვაქვს. ტერეინი, სინათლე და წყალი. იმისთვის, რომ ტერეინის ტექსტურა დავადოთ, აურჩიოთ ტერეინი და ეგ გამოჩნდება პატარა ფანჯარა, სადაც ეს სფერო არის, თეთრი სფერო, ანუ დეფოლტად მოცემული ტექსტურა, რომელსაც ჩვენ ახლა ჩავანაცვლეთ. უეს ვინც არ იცის, მინდა გითხრათ, გააჩნია ბიბლიოთეკა ტექსტურების, საკმაოდ ბევრი. აქვს ასევე ფასიანი ტექსტურები, რომლითაც ყიდვად შეგიძლიათ სამწუხაროდ მე დიდი ძიების შედეგად ისინი უფასოდ ვერ ვნახე ვერსად. ავიღოთ, თქვათ, ნებისმიერი იყოს აი ეს ტექსტურა Grey Mountains. ნახევრად ბალახიანი და ნახევრად კლდოვანი. მაგრამ იმის გამო რომ მე პიკებით მაქვს სავსე ჩემი ტერეინი, მთლიანად ქვის კლდე გამომივიდა. იყოს ჯერჯერობით დროებით ესე. და შევხედოთ preview rendering სისტემას, კიდევ ერთ preview rendering სისტემას Vue-ში. როგორც ხედავთ, ყველა viewports გააჩნია rendering rendering ღილაკი. მე გამოვიყევებ 3D viewport-ის rendering ღილაკს. როდესაც მე მას დავაწყაპუნებ მარჯვენა ღილაკს, მაუსის მარჯვენა ღილაკს, გამოჩნდება ფანჯარა, სადაც მე შემიძლია ავტომატურად ავერჩიო მისი დარენდერების ხარისხი.
მე ამ შემთხვევაში preview rendering ხარისხს ავირჩევ იმისთვის რომ კომპიუტერმა დიდი ხანი არ მოანდომოს ამის დარენდერებას. უბრალოდ გავუშვათ და ეს სურათი რენდირდება იმავე ფანჯარაში, რომელშიც თქვენ ითხოვთ მის დარენდერებას. ანუ ამ შემთხვევაში 3D viewport-ში. და ეს გამოვივიდა ახლა ჩვენ რაღაც კლდე, რომელიც არის მოთავსებულ წყალში. ეს თითქმის დარენდერებულია, ახლა ჩამოუვლის. მე ამაზე არ გავჩერდები, გავთიშავ რენდერს. და გადავალ შემდგომ იარაღზე. შემდგომ ბიბლიოთეკაზე, ასე ვთქვათ.